მხატვრული მინის დიზაინი არის ჩემი პროფესია. 2010 წელს ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და შევისწავლე მანდ ეს დარგი. უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც ვამზადებ მხატვრული მინის ნამუშევრებს, თუმცა უშუალოდ ეს სტუდია დავაარსეთ 2020 წელს. ვმუშაობ 4 ძირითადი მიმართულებით. ერთი არის სამკაულები და აქსესუარები, შემდეგი მიმართულება არის სამზარეულოს ხაზი, სახლის მცირე ზომის დეკორაციები და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება არის ვიტრაჟები და ინტერიერის ელემენტები. რა თქმა უნდა, საახალწლო პერიოდში მოთხოვნა ძალიან იზრდება, როგორც კერძო პირებისგან, ასევე კომპანიების მხრიდან და მე ყოველთვის ვცდილობ, რომ დავიწყო სამზადისი რამოდენიმე თვით ადრე მაინც. რა თქმა უნდა, ყოველ წელს ვამზადებ თემატურ ნამუშევარს, წელს არის მაგალითად წითელი ცხენი და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნამუშევარი იყო ეს და ასევე სხვა ნაძვის ხის დეკორაციებს და საახალწლო თემატიკის ნივთებს. თვითონ ნამუშევრის დამზადება საკმაოდ შრომატევადია. თავიდან კეთდება ესკიზი, რა თქმა უნდა, შემდგომ მინა იჭრება, მუშავდება, იწყობა თვითონ კომპოზიცია, შემდგომ იხატება ნამუშევარი და იწვება ღუმელში. ამ ყველაფრის შემდეგ ხდება ცივად დამუშავება და უკვე თვითონ ნამუშევრის აწყობა, დაწებება, გაფორმება და გაბრიალება. რაც შეეხება საახალწლო დეკორაციებს, ფასი მერყეობს 30-დან 120 ლარამდე და ზემოთ უკვე შეკვეთის სირთულიდან გამომდინარე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ნამდვილად თვითონ ნედლეულის მოპოვება, რადგან საქართველოში ფაქტიურად არ იყიდება ფერადი მინა, გვიწევს საზღვარგარეთიდან ჩამოტანა, რაც ასევე ზრდის თვითონ ნამუშევრის ფასს და მეორე, რა თქმა უნდა, ის არის, რომ დროში არის უფრო გაწელილი პროცესი. ფიუზინგის კურსი გავხსენით წელს. რაც შეეხება ვიტრაჟს, დიდი მოთხოვნაა და მომავალ წელს ვაპირებთ, რომ უშუალოდ ვიტრაჟზეც იყოს უკვე მასტერკლასები. ამ ეტაპზე თანამშრომლობ რამოდენიმე მაღაზიასთან, სადაც განთავსებულია ჩემი ნივთები. თუმცა ასევე შესაძლებელია ნამუშევრების შერჩევა ინტერნეტ სივრცეში და პირდაპირ ონლაინ შეძენა ჩვენთან. ამ ეტაპზე ამ ნამუშევრებს მარტო ვქმნი, თუმცა სამომავლო გეგმებში შედის გაფართოება და თანამშრომლების აკვირვა.